გამარჯობა თქვენ უყურებთ რეალურ აქციებს ნინო ხაჩიძესთან ერთად. ჩვენ ერთმანეთს ხვდებით ყოველ ხუთშაბათს და პარასკევს ტელერადიო კომპანია Georgian Times-ის პირდაპირ ეთერში 14 საათსა და 10 წუთზე. ასევე შეგიძლიათ გვიყუროთ Georgian Times-ის Facebook-ის გვერდზე, YouTube-ის სახლზე და ბუნებრივია გვისმინოთ რადიო სიხშირეზე FM 92-სა და 3-ზე. გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ ხალხის ძალის წარმომადგენელი ანალიტიკოსი დავით ქართოლიშვილი. ბატონ დავით, დიდი მადლობა რომ დრო გამონახეთ და მომბრძანდით ჩვენთან. და აი ამ თემაზე მინდა ვისაუბრო ამ ბოლო პერიოდში, ძალიან ბევრს ფიქრობ ხოლმე ამაზე. ჩვენ ფაქტობრივად, როდესაც გავაკეთეთ აი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არჩევანი, ორიენტაციული, პოლიტიკური, არსობრივი, ცხოვრებისეული თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩვენ გავაკეთეთ დასავლეთის სასარგებლოდ და მე ვფიქრობ გავაკეთეთ იმიტომ, რომ მიგვაჩნდა რომ ეს არის თავისუფალი სამყარო. მაგრამ შემდეგ ახლა თანდათანობით აღმოჩნდა ასეთი რამ, რომ ფაქტობრივად მთელი სამყარო, მთელი ეს დედამიწა, მსოფლიო მუშაობს პოლიტიკური, მოქმედებს პოლიტიკური მეთოდებით და გეგმებით და ხერხებით, როდესაც თავისუფლება ადამიანის უფლებების მეორე პლანზე, ამის და მიუხედავად სახელმწიფო არის დემოკრატიული, ავტორიტარული თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და აღმოჩნდა რომ ჩვენ უკრაინის ომზე ვამბობდით როგორ შეიძლება დაიწყო ომი სხვა სახელმწიფოების იმედად და ეხლა როცა შეიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელისუფლება, უცებ აღმოჩნდა რომ შეიცვალა დღის წესრიგი ჩვენი ქვეყნისთვის, ხო? მანამდე ყადაღები მაგალითს მოვიტან 60 გენდერამდე იყო, ეხლა აღმოჩნდა რომ მხოლოდ ქალი და კაცი ვარ და ჩვენც რაღაც უნდა გადავეწყოთ. მაშინაც უნდა გადავწყობილიყავით და ახლაც უნდა გადავეწყოთ. ანუ ამ პირობებში იმ წესრიგში თუ იმ რეალობაში რომელიც არსებობს მსოფლიოში ჩვენი ტიპის სახელმწიფოებს საერთოდ არ აქვს შანსი გქონდეთ რაიმე დამოუკიდებელი პოლიტიკა გარდა იმისა რომ დანამატი იყვნენ იმ ბანაკისა რომელსაც აირჩევენ. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელს, ჩვენს მაყურებელს. ძალიან საინტერესო თემა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს საქართველოს ისტორიის ყველაზე მთავარ და ძირითად არსამდე. ჩვენი 3000 წლოვანი ისტორია ეს იყო ქართველი ხალხის მუდმივი ბრძოლა კოლონიალიზმის ძალიან ფართო ასე ვთქვათ ეპიზოდებთან, სამწუხარო ეპიზოდებთან ჩვენს ისტორიაში და ყოველთვის ეს ეპიზოდი მთავრდებოდა ჩვენი დამპყრობელის ან დასუსტებით, ან საერთოდ გაქრობით დედამიწის ზურგიდან, მაგრამ საქართველო ამა თუ იმ ფორმატში, ამა თუ იმ ასე ვთქვათ კონფიგურაციით მაინც აგრძელებდა თავის წინსვლას მომავლისკენ და თავისუფლებისკენ მისწრაფება, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენა ყოველთვის იყო ის ძირითადი мотиваცია ქართველი ხალხისთვის, რომელმაც კიდევ ერთხელ ვამბობ, არაერთი იმპერია ჩამოტოვა ჩვენ ზურგს უკან. როდესაც ჩვენ საბჭოთა კავშირიდან გამოვედით და ეს ბრძოლა დაიწყო 80-იანი წლების მიწურულს, ეს იყო განპირობებული ზუსტად აი ამ ჩვენი ისტორიული მისწრაფებით, ხომ? ჩვენ თითქმის 200 წლის განმავლობაში ვიმყოფებოდით საკუთარი თავისთვის იმ არაჯანსაღ ატმოსფეროში, რომელსაც ქვია ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალურობის დამხობა, რასაც ქართველი ადამიანი უბრალოდ დიდხანს, ასე ვთქვათ, ამას ვერ გაუძლებდა და ჩვენ გქონდა ძალიან დიდი იმედი, რომ არსებობს კიდევ რაღაცა სხვა სამყარო, თავისი დემოკრატიული, ეგრეთ წოდებული დემოკრატიული პრინციპებით. მაშინ არ ჩანდა რომ ეგრეთ წოდებული იყო. იმ ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციის მიმართ პატივისცემაზე აგებული ურთიერთობებით და დროთა განმავლობაში ჩვენ ყველანი დავწმუნდით იმაში, რომ ბრიუსელის გარშემო ასებული კონფიგურაცია სხვა არაფერი აღმოჩნდა თუ არა ევროსაბჭოთა კავშირი. ანუ თუნდაც იმ ჩვენთვის ძალიან კარგად ცნობილი საბჭოთა კავშირის დამახინჯებული ფორმა, იმიტომ რომ ის თვითონაც არ იყო თვითმყოფადი, ის თვითონაც აღმოჩნდა მძევლობაში იმ გლობალური ომის პარტიის თუ deep state-ის თუ ლიბერალური ფაშიზმის და ამ ტყვეობიდან თვითონაც ძალიან ძნელად გამოდის. ქართველი ადამიანისთვის, ხომ, ერთადერთი ჩვენ ვართ სამწუხაროდ 3,700,000 მოსახლეობის მქონე პატარა ქვეყანა. ერთადერთი რაც შეგვიძლია შევინარჩუნოთ საკუთარი
მისწრაფება ისტორიული თავისუფლებისაკენ, სუვერენიტეტის დაცვისაკენ, დამოუკიდებლობის დაცვისაკენ და ჩვენ არანაირად არ შეგვიძლია მოვახდინოთ რაღაცა გადამწყვეტი ზეგავლენა ჩვენზე უფრო მდიდარ და ძლიერ სახელმწიფოებზე, მაგრამ ერთადერთი რაც შეგვიძლია წინ აღვუდგეთ აი ამ ნეოკოლონიალიზმს კიდევ ერთი მახინჯი ფორმით, რომელსაც გვთავაზობდა არა პრაგმატული პოლიტიკა დასავლეთის, არამედ იდეოლოგიური წარმონაქმნი აი ამ პოლიტიკისა, რომელსაც ფუთავდნენ რაღაცა დემოკრატიის მანტიაში, მაგრამ რეალურად ის იყო ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიის გამავრცელებელი მთელ მსოფლიოში. დიახ, ბატონ დავით, ამ შემთხვევაში იცით მე კიდევ რამე დავაზუსტო და რაზე გავუსვათ ხაზი და გავაკეთოთ აქცენტი, რომ მესმის რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და უნდა შევძლოთ, მაგრამ აი ჩვენ დავინახეთ, როდესაც მიდის თან არ აქვს მნიშვნელობა ერთპოლუსიანი იქნება მსოფლიო, ორპოლუსიანი თუ სამპოლუსიანი, რომელ მხარესაც იქნები ის მოგექცევა ისე თავის ინტერესების შესაბამისად. ამას აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ახლა უკვე არ ვიცი შეიძლება მანამდე ჩვენ არ ქონდა ინფორმაცია, შეიძლება ახლა ინფორმაცია უფრო ხელმისაწვდომია და ამდენად გამოაშკარავდა, მე არ ვიცი. მაგრამ მიმდინარე მომენტში ფაქტი არის ის, რომ როდესაც არის აი ეს დიდი დაპირისპირება ერთპიროვნულობისთვის, მრავალპოლუსიანობისთვის, თუ როგორც უნდა იყოს, არ აქვს ამას მნიშვნელობა. როდესაც შენ ვიღაცის ინტერესის სულ ერთად რომელი იქნება ეს, არ აქვს მნიშვნელობა ქვეყანას და მას დასჭირდა რომ შენ ჩაგაგოს ცეცხლში, უნდა ჩავარდეთ ცეცხლში, აგიფაროს ფარად, უნდა აგიფაროს, უნდა გაგაძღოს, გაგაძღობს, თავის უნდა ჩაგაცვას, კარგად ჩაგაცვას. აი ეს ვიგულისხმე მაპატიეთ ასე უხეშად რომ დავსვი ეს კითხვა. კი ბატონო, აი თქვენ ნახეთ რა მოხდა 20 იანვარს. ნუ მანამდე მოხდა ნოემბერში არჩევნების შედეგებს გულისხმობ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ შეიძლება გავიხსენოთ ტრამპის ძალიან ფართო კრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი კრიტიკა იყო ის, რასაც ახლა ებრძვის ტრამპი და ეს არის მისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ მოახდინა ამერიკის შეერთებული შტატების ორი ყველაზე სტრატეგიული მოწინააღმდეგის, ჩინეთისა და რუსეთის დაახლოება. ისეთი დაახლოება, საიდანაც ამერიკის შეერთებული შტატები ფაქტიურად ამოვარდა. ტრამპის მთავარი ამოცანა ახლა ორივესთან დაამყაროს პარტნიორული სამშვიდობო და პრაგმატული ურთიერთობები. ამას გულისხმობს სი ძინპინსა და ტრამპს შორის უკვე შემდგარი კომუნიკაცია. ამაზე არაერთგზის კი ბატონო ჩქარობს ტრამპი მსგავსი კომუნიკაცია დაამყაროს ვლადიმერ პუტინთანაც, იმიტომ ეს შედის ამერიკის შეერთებული შტატების სასიცოცხლო ინტერესებში. მას არ აწყობს ამ ორი ძლიერი მოწინააღმდეგის დაახლოება ამერიკის წინააღმდეგ. მას სურს რომ ყველა ამ პროცესში მიიღოს თავისი მთავარი და რაღაც უშუალო მონაწილეობა. ამიტომ, როდესაც ჩვენ ყველას გვახსოვს მსოფლიო გადანაწილებას მე-20 საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი იალტის კონფერენციაზე, არ უნდა გამოვიწყოთ ის, რომ ეს სამი ლიდერი, სი ძინპინი, პუტინი, დონალდ ტრამპი მიისწრაფის ახალი კონფერენციის, ასე ვთქვათ, ჩატარებისკენ, პირობითად დავარქვათ ამას, აი ხაერიდან ვიღებ ამ სახელწოდებას ბუდაპეშტის კონფერენცია, სადაც უკრაინაში ომის დასრულებასთან ერთად შედგება მოლაპარაკება იმის შესახებ, როგორ აარიდონ თავი პლანეტას მსოფლიოს მესამე მსოფლიო ომი, რაზეც არაერთხელ უთქვამს დონალდ ტრამპს და ჩვენ უნდა დავიჯეროთ ალბათ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, რომ ის გულწრფელია აი ამ თავის დეკლარაციებში და როგორ უნდა მოხდეს ის გადანაწილება ზეგავლენების სამშვიდობო, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სხვა ტიპის ურთიერთობებზე დაფუძნებული ზეგავლენები, დემილიტარიზებული ზეგავლენები აი ამ ძირითად მოთამაშეებს შორის, სადაც ჩინეთისა და თქვათ რუსეთის უკან დგას უკვე მძლავრი ორგანიზაცია ბრიქსი, რომელიც ყოველწლიურად ფართოვდება და უფრო იზიდავს სხვადასხვა მოთამაშეებს, იმიტომ რომ ბრიქსი სწორედ ანტიპოდია იმ ბაიდენის
ადმინისტრაციის პოლიტიკისა, რომელიც არ დრგუნავს საკუთარ ორგანიზაციაში გაერთიანებული წევრების არც ტრადიციულობას, არ აკნინებს მათ ისტორიას და უდგება წმინდა არა იდეოლოგიურ, არამედ პრაგმატულ ურთიერთობებს, რომელმაც ბენეფიტები უნდა შეზძინოს ამ ორგანიზაციაში შემავალ ყველა სახელმწიფოს, ეს დიდი სახელმწიფო იქნება თუ პატარა. ეს არის მათი პრინციპი. ანუ ჩვენ ამ ეტაპზე უკვე თუნდაც იმისი უნდა გვიხაროდეს, რომ მეხუთე დღეა ზედიზედ აღშფოთებული და შეშფოთებული მეთიუ მილერი არ გვინახავს ტელევიზიით, რომლის დღის წესრიგი იწყებოდა საქართველოთი და სრულდებოდა საქართველოთი, ხომ? ჩვენ უკვე ვიგრძენით ეს თავისუფლება, პირობითი თავისუფლება. ჩვენ არ უნდა გვქონდეს რაღაცა ზემოლოდინი იმისა, პირიქით ჩვენ უნდა გვიხაროდეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას იმ მახინჯი ფორმებით ასცალიათ საქართველოსთვის, რა მახინჯი ფორმებით ჩვენ 4 წლის განმავლობაში, რაც ბაიდენი შემოვიდა, ასე თქვა, თეთრ სახლში, ერთი დღე არ გასულა მისი სახელმწიფო დეპარტამენტის თუ მისი საელჩების სახელით არ გვეგრძნო აი სიმახინჯე, ის გაუკუღმართებული არალოგიკური ურთიერთობების დამყარების მცდელობა, ეს ნეოკოლონიალური და ვასალური დამოკიდებულების აღდგენა საქართველოსთან, რაც უბრალოდ კიდევ ერთხელ ვამბობ, ისტორიულად ჩვენთვის არის მიუღებელი. ჩვენ დღეს მივდივართ ზუსტად იმ გადატვირთვის გზაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, აღმოსავლეთთან, არ ვიცი, სამხრეთთან, ღმერთმაქნას ჩრდილოეთთანაც კი, როდესაც ყველამ უნდა გაითავისოს საქართველოსთან მოვიქ ფოცხზე დაბიჯებას, ხომ? აზრი არ აქვს. ეს არ გამოვიდა არც ერთ დღევანდელ ნეოკოლონიალისტებთან შედარებით უფრო მძლავ იმპერიებსაც კი. ამიტომ ჩვენ მზად ვართ პარტნიორული ურთიერთობებისთვის, ოღონდ ამ ურთიერთობებისთვის სათავეში იქნება საკუთარი ღირსების შენარჩუნება, თავმოყვარეობის შენარჩუნება, სუვერენიტეტის გაზრდიება და დამოუკიდებლობის შენარჩუნება. ზუსტად ის ყველაფერი, რასაც სხვათა შორის უკვე დეკლარირებული განცხადების სახით მოვისმინეთ თეთრი სახლიდან, რომ სუვერენიტეტის დაცვა უნდა იყოს ყველა სახელმწიფოს მთავარი ამოცანა და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების თვისაც, რომლის საზოგადოება პოლარიზაციამდეა მისული, რეალურ პოლარიზაციამდე, ზუსტად იმიტომ, რომ აი ამ ყველაფერს წლების განმავლობაში არანაირი ყურადღება არ დაეთმო იმ ძალების მხრიდან, რომლებიც სულ სხვა იდეოლოგიური და არა პრაგმატულ პოლიტიკაზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარებით იყვნენ დაინტერესებული მთელ მსოფლიოში. ხანდა თქვენ რითიც და მეთიუ მილერი აღნიშნეთ და ისიც რომ ბაიდენის ადმინისტრაცია საკმაოდ აქტიურად აშუქებდა, შეიძლება სხვა ქვეყნებსაც აქტიურად აშუქებდა, მაგრამ საქართველოს ყოველ შემთხვევაში აქტიურად აშუქებდა, რაღაცას ყურადღება იყო მოპყრობილი და პრინციპში ევროკავშირის ქვეყნებშიც, როგორც ვიცი, იმ ტიპის ინფორმაცია ვრცელდება, რომ საქართველოს გადაუხვია. და მართლაც საზოგადოებას, რომელიც ნაკლებად არის დაინტერესებული პოლიტიკით, ეს განწყობები უკვე აქვს ჩანერგილი, იმიტომ რომ ამას ისმენს აი ეგ ეწოდებული მეინსტრიმული მედიებიდან და გონია საქართველოს გადაუხვია. რატომ იყო თქვენი აზრით ასეთი აქცენტი? თუ ეს უბრალოდ ჩვენთვის იყო მნიშვნელოვანი, გვეგონა რომ აქცენტი იყოს საქართველოზე. რა ასეთი დიდი წონა და მნიშვნელობა ჰქონდა ბაიდენის ადმინისტრაციისთვის ან ევროკავშირისთვის საქართველოს დემოკრატია 10 ქულიანი სისტემით 10-ზე იქნებოდა თუ 8-ზე? აი ეს გლობალური ომის პარტია, ის deep state, რომლის ტერმინოლოგიის დონეზეც კი დაგცინოდნენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები. მაშინ, როდესაც ახლა ციცინის, თუმცა ეს არის ზუსტად ახალი ადმინისტრაციის მიერ ფართოდ შემოღებული ამერიკულ პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, ტერმინოლოგიაში 2017 წლიდან ზუსტად დონალდ ტრამპს ეკუთვნის აი deep state-ზე თავისი აქცენტირების გაკეთება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ცნებას უფრო შორს მიმავალი, ასე ვთქვათ, ფესვები აქვს, ვიდრე აი 21 საუკუნესთან დაკავშირებით. მაგრამ
ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველო პატარა ქვეყანაა, ხო, რომელმაც ძალიან ცუდი მაგალითი მისცა ამ deep state-ის და გლობალური ომის პარტიის მძევლობაში მყოფ მთელს მსოფლიოს და სამყაროს, ძირითადად ევროკავშირს. როდესაც ჩვენ დავანახეთ ევროკავშირში შემავალ ქვეყნებს, რომ თურმე შეიძლება ამ ვასალური მდგომარეობიდან გამოსვლა, თურმე შეიძლება საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა და პირველ რიგში ქვეყნის აღმშენებლობა დააფუძნო საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებისა და საკუთარი მოსახლეობის ინტერესებზე მორგებით. ეს იყო ძალიან ცუდი მაგალითი იმ ნეოკოლონიალური პოლიტიკისთვის, იმ იდეოლოგიაზე, ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიაზე დაფუძნებული სამყაროსთვის, რომელსაც უყურებდნენ იტალიაშიც, გერმანიაშიც, საფრანგეთშიც და ასე შემდეგ. ეს იყო ძალიან ცუდი მაგალითი იმისა, რომ თურმე ესე შეიძლება რომ მოიქცე და შეიძლება აი ამ წნეხიდან გამოხვიდე. ზუსტად ამას ეფუძნება დღემდე, აი ხომ შევიდა უკვე დონალდ ტრამპი თავის ადმინისტრაციით თეთრ სახლში, მაგრამ კუდის უკანასკნელი მოქნევა ხომ ბაიდენის ადმინისტრაციის deep state-ის მხრიდან დიდხანს გაგრძელდება კიდევ. ამის მაგალითი არის თუნდაც დღევანდელი ინფორმაცია, როდესაც მომავალ კვირას უნდა გაიტანონ ევროსაბჭოზე საკითხი, რომ ქართულ დელეგაციას, ქართულ ფაქტიურ სამთავრობო გუნდს აუგრძალონ, ასე ვთქვათ, ევროსაბჭოს სხდომებზე მონაწილეობა. ანუ მათ სურთ, რომ ჩვენს დეპუტაციას წაართვან ის ტრიბუნა, რომლითაც ჩვენს პოზიციას, ხო, სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე, დამოკიდებულ ტრადიციულობაზე, კონსერვატიზმზე დამოკიდებულ პოზიციას გავაჟღერებდით ევროსაბჭოს ტრიბუნიდანაც და კიდევ უფრო გავაღრმავებდით იმ евро სივრცეში აი ამ, ასე ვთქვათ, მიდგომას და აი ამ პოზიციას და პოლიტიკას, რომ შეიძლება დაიჯერეთ ჩვენას შევძელი და თქვენ შეგიძლიათ გამოხვიდეთ აი ამ ტყვეობიდან და გამოხვიდეთ ამ ძევლობიდან. მით უმეტეს 2025 წელს, სადაც თუ არ ვცდები 16 სახელმწიფოში ტარდება ცენტრალური თუ ადგილობრივი არჩევნები, სადაც მძლავრობს ზუსტად რომ კონსერვატიული მუხტი, ტრადიციულობის მუხტი, სადაც მძლავრობს ის პოზიცია და დეკლარირებული პოლიტიკა, რომელსაც ღიად აცხადებს, ყოველდღიურად აცხადებს ტრამპის ადმინისტრაცია თეთრი სახლიდან. ამიტომ ცდილობენ ყველანაირად დღესაც ჩაახშონ ქართული, ასე ვთქვათ, თავისუფლებისკენ მისწრაფების მქონე ხმა ევროკავშირის სივრცეში. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ არაერთგზის დავინახავთ ამას, მაგრამ ამას არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ უნდა კონდეს. უბრალოდ სამწუხაროა, რომ დღევანდელი ევრობიუროკრატია მსგავსი თავისი ნაბიჯებით, ხომ თვითონ იჭრის იმ ტოტს სამხრეთ კავკასიაში, ვთქვათ, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, სახელმწიფოებთან პრაგმატული და ნორმალური საპარტნიორო ურთიერთობების დამყარებისა, რომლებიც თვითონ ევროკავშირს სჭირდება იმიტომ, რომ ჩვენ დიახ ვართ ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი იმ შუა დერეფნის, ასე ვთქვათ, პროექტში, რომლის ათ შეჩერებას აპირებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, როგორც ამას გვიწინასწარმეტყველებდნენ ძალიან ბევრი. პირიქით ის ძალიან დაინტერესებულია ამით, ამაზე მეტყველებს მისი უკაცრავად უნდა გაგაწყვეტინოთ რეკლამის გამო ჩვენ და შევწყვეტოთ გადაცემა და შუა დერეფანი ძალიან საინტერესო თემაა და განვაგრძობ დაგველოდოთ ჩვენ მალე დავბრუნდებით. შეგვბრუნდებით და განვაგრძობ საუბარს ჩვენს სტუმართან დავით ქართულჩითან ერთად, ბატონო დავით, თქვენ შეეხეთ აი შუა დერეფნის საკითხზე ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის და მანამდეც იყო ესეთი მოსაზრება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნების შემდეგ უკვე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მთავარი არის მნიშვნელოვანია, რომ გააკონტროლოს, თქვათ, ეს გზა, არაიდრად ის იქნება ეს გზა თუ არ იქნება, მაგრამ აქ მინდა დავსვამი ასეთი კითხვა. ჩვენ გვესმის, რომ რაღაც დონალდ ტრამპი ძალიან ბიზნესურად უდგება საკითხო ევროკავშირსაც, რუსეთსაც, სულ ყველას ემუქრება, რომ გაუზრდის გადასახადებს. და ევროკავშირი უნდა რომ აუცილებლად მისგან უნდა იყიდოს ენერგომატარებლები, იმიტომ რომ ამერიკა უნდა გახდეს ნავთობის და გაზის მთავარი და ძირითადი მიმწოდებელი, ყველაზე დიდი მიმწოდებელი სოფლიოში და თუ თქვენ ამას არ იყიდო, მაშინ მე თქვენ ტარიფებს გაგიზრდითო, საბაჟო ტარიფებს, ანალოგიური მეთოდით სხვათა შორის მიმართა რუსეთს, რომ რუსეთი ან მოლაპარაკების მაგიდასთან დაждდება თუ არა და ის ვეღარ გაყიდის ვერაფერს ამერიკის შეერთებულ შტატებში და იმ სახელმწიფოებში, რომლებზეც აქვს ზეგავლენ ამერიკის შეერთებულ შტატებს
რამაც გამოაშკარავა, რომ რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები და ის ქვეყნები, რომლებსაც ზეგავლენ აქვს ამერიკის შეერთებული შტატებს ვაჭრობენ არაჩვეულებრივად მიუხედავად სანქციების ათეულობით სანქციების პაკეტისა, რომელიც მიიღო დასავლეთმა ევროკავშირმა ცალკე ამერიკის შეერთებულ შტატებმა რუსეთის მიმართ და ვთქვათ ამ შემთხვევაში ჩინეთი როგორ განაწილდება აი შუა დერეფანი როგორ გადაინაწილებენ ევროკავშირის ბაზარს ხო ეს პანამის არხის ამბავიც ჩინეთს უკავშირდება ხო გასაგან ფულს უკავშირდება კი ბატონო ფულს აი აქ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ რომ აი ამ ეკონომიკურ საკითხში ანუ ვინმე მე მარტივად ვიტყვი ვინმე ფულს გააკეთებს აი აქ როგორ შეიძლება გადაწყდეს პოლიტიკური პრობლემა და როგორ გაინაწილებენ ისინი ამ ფულს აპატიეთ რომ ესე პირდაპირ და უხეშად ვამბობთ არა აბსოლუტურად სწორი მიდგომა დონალდ ტრამპი პირველ რიგში პრაგმატიკოსია ბიზნესმენია და მისი ინტერესი შუა დერეფნის მიმართ ხომ არ ახალია თავისი გაპრეზიდენტების პირველი პერიოდის განმავლობაში ის შეხვდა ოფიციალურად შეხვდა ცენტრალური აზიის ორ ლიდერს ეს იყვნენ ყაზახეთის და უზბეკეთის პრეზიდენტები გასაგებია ალბათ ყველასთვის დიდია ჩინური გავლენა ხო დონალდ ტრამპი მათთან შეხვედრის დროს არ განიხილავდა რაღაცა NGO სექტორის განვითარებას თუ ამ ქვეყნებში რა თქვა დემოკრატიული ფასეულობების განვითარებას და ასე შემდეგ ხო ისინი აინტერესებდათ აშშ-ს მაშინ 55 პრეზიდენტ წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით და ძალიან სერიოზული მრჩეველთა ბაზა დაუტოვა ასე ვთქვათ დონალდ ტრამპმა ცენტრალური აზიის რეგიონის ექსპერტების კუთხით, რომლებიც ალაპარაკდნენ ჯერ კიდევ ინაუგურაციამდე ერთი კვირით ადრე, რომ მოხდება რეანიმირება დონალდ ტრამპის ამ რეგიონთან მიმართებით, ოღონდ რა თქმა უნდა სამხრეთ კავკასიის რეგიონთან ბმაში. იმიტომ რომ საქართველოს არავინ არ განიხილავს ჩვენი შერეკილი ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერების გარდა, როგორც რაღაცა ჩიხს აი ამ შუა დერეფნის პროექტში სადაც ყველას მიმართ იქნება გაძლიერებული ეკონომიკური ინტერესი, ეს იქნება ცენტრალური აზია, ეს იქნება აზერბაიჯანი, მაგრამ აი საქართველოსთან მიმართებით თურმე არაფერი არ შეიცვლება, აბსოლუტურად. აი ეს მეთიუ მილერის აჩრდილი, ასე თქო, ჩვენ ვერ მოვიცილებთ ამ აჩრდილს და ყველგან ორის კესი იქნება მთელ სოფლიოში, გარდა საქართველოსი, სადაც შეუნარჩუნებენ ამ გენდერულ ეგრეთ წოდებულ მრავალფეროვნებას და ნუ მოგდა 1000 სისულელი და ალოგიკური რაღაცა იდეები, რომლებიც ნუ აუცილებლად მიიყვანენ მათ სამწუხაროდ ვიძახი ამას ადამიანური და ჰუმანური თვალსაზრისით აი იმ ბიპოლარულ აშლილობამდე და იმ კოგნიტურ დისონანსთან საკუთარ თავთან მიმართებით. ამიტომ საქართველოს იქნება არის ძალიან საინტერესო და პერსპექტიული ეკონომიკური ამბიციური გეგმების ერთ-ერთი რგოლი. არა ცენტრი, მაგრამ ერთ-ერთი რგოლი. გვეყოფა ჩვენ გვახსოვს, ოდესაც 2012 წლიდან აჭრელდა ოპოზიციური მედია, აი ამ არმაგედონული რაღაცა გზავნილებით, რომ საქართველოს გაქრა საერთაშორისო დასავლური ორბიტებიდან, აი იმ ორბიტებიდან, ხო, რომელიც არ იმჩნევდა სააკაშვილის რეჟიმის 9 წლიან, ასე ვთქვათ, პერიოდს, ოდესაც მან საკონცენტრაციო ბანაკად გადააქცია მთელი ქვეყანა. იმ ორბიტებიდან თუ ჩვენ გავქვით ძალიანაც კარგი. ეხლა ალბათ დაიწყება როგორ გაქრება ორბიტიდან. ეხლა დაიწყება ისე რომ აი ბაიდენის ადმინისტრაციის შემდეგ საქართველოს კიდევ ერთხელ გაქრა ამერიკული რადარებიდან, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ მეთიუ მილერის და ბლინკენის რადარებიდან ჩვენ თუ გავქვით, ხომ, ეს არის ძალიან კარგი. მაგრამ ჩვენ აუცილებლად მივეკედლებით იმ ჩვენს პარტნიორებს, რომელსაც წარმოადგენს აზერბაიჯანი, თავისი თამამი თავისი არ ვიცი უკომპრომისო პოზიციით და პოლიტიკით, რომელიც ემყარება საკუთარი ქვეყნის პირველ რიგში ინტერესებს და საკუთარი ხალხის კეთილდღეობას, ხომ? ის არ შეუშინდა თავის დროზე და უფრო შორს წავიდა ვიდრე საქართველოს მოქმედი ხელისუფლება იმავე USAID-თან, NET-თან, საფრანგეთის საელჩოსთან, საფრანგეთთან, როგორც სახელმწიფოსთან, NGO-ებთან თავის პოლიტიკაში და სოროსის თავის
თავისუფლ, რა ქვია, ღია საზოგადოების ფონდთან დაკავშირებით და ჩვენთვის მისაბაძია, სწორედ მისაბაძია ალიევის ესეთი საკუთარი ქვეყნის მიმართ სიყვარულის და საკუთარი ხალხის მიმართ სიყვარულის აი ამ პოლიტიკით არის მისაბაძი და ჩვენც არაფერთ ჩამოვარდებით მათ სხვათა შორის და მივყვებით. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, გამორიცხულია ტრამპის ინტერესი მორგებული ამერიკულ პრაგმატიზმზე, რომელსაც ის გამოიჩენს აუცილებლად ჩინეთ ევროკავშირის ურთიერთობების მიმართ, რომელიც დააკავშირებს აი ამ ურთიერთობებს სწორედ რომ აი ამ შუა დერეფნით, საიდან საქართველოს ვერანაირად ვერ ამოაგდებ, საქართველოს ვერანაირად ვერ წაუყენებ რაღაც განსხვავებულ და გაუკუღმართებულ პირობებს, ვიდრე ყველა იმ რეგიონის სახელმწიფოებს, რომელთანაც ამა თუ იმ ფორმით ტრამპის ადმინისტრაცია აუცილებლად დაამყარებს თავის პრაგმატულ ურთიერთობებს. ჩვენ არ უნდა ველოდოთ ალბათ და არც უნდა ველოდოთ, ხო, პატარა ქვეყანა ვართ, რომ ეს ურთიერთობები მაინც და მაინც რაღაც პირველი პირების ყოველდღიურ ურთიერთობებზე გაივლის, მაგრამ მთელი ჩვენი რეგიონები ელოდებიან ცენტრალურ აზიის რეგიონში სახელმწიფო დეპარტამენტის სპეცწარმომადგენლის დანიშვნას, ველოდებით სამხრეთ კავკასიაში სახელმწიფო დეპარტამენტის სპეცწარმომადგენლის დანიშვნა. საინტერესო იქნება ვინ იქნებიან ეს ადამიანები, რომლებთანაც ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს მთავრობას მოუწევს, მართლაც მოუწევს ყოველდღიური საქმიანი ურთიერთობების დამყარება. დაველოდოთ ამ დანიშვნას, მე არ მგონია რომ დიდი ხანი გავიდეს და ესეთი ადამიანი სპეცწარმომადგენელი სახელმწიფო დეპარტამენტის აუცილებლად დაინიშნება უახლოეს პერიოდში, აუცილებლად მოხდება მისი ჩამოსვლა სამხრეთ კავკასიაში, ჩვენ გავიცნობ ამ ადამიანს და ახლა წარმოუდგენელია, ხო, ჩვენთვის რომ რატომღაც აი სწორედ რომ ტრამპის დეკლარირებულ და გაცხადებულ პოლიტიკას აცდეს ეს ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს და რაღაც მეთიუ მილერის თუ ბლინკენის ტერმინოლოგიით გაგვიგრძელოს საუბარი, რომელიც საქართველოში ხედავს მხოლოდ NGO სექტორს, ხედავს მხოლოდ რაღაც ვირტუალური საქართველოს ვირტუალურ ხალხს, რომლის სახელითაც და რომლის აპელირებით უკვე წლების განმავლობაშია მთელს მსოფლიოს ელაპარაკებიან ჩვენს მაგივრად. აი იმ რეალური საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგივრად ელაპარაკებიან მსოფლიოს და ქმნიან აქ რაღაცა ვირტუალურ მთავრობებს, ტექნიკურს და რაღაც თავს გვახვევენ რაღაც ჩვენს უკვე ყოფილ სამწუხარო და სამარცხვინო პრეზიდენტებს. და აზერბაიჯანი მიღამ ალიევი ხა უფრო მკაფიო არის და მხისტი არის, მაგრამ ერთი 10-15 წლის წინათაც არ ქონდა მას ესეთი კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და ევროპული სტრუქტურებისადმი. ის ამბობდა რომ მისთვის მათი დემოკრატია არის გაუგებარი, ჩვენ გახსოვთ ცნობილი ინტერვიუ ალიევის საკმაოდ დიდი ხნის წინანდელი. ალიევს ყავს ზურგი და ყავს ზურგი იმავე დასავლურ სტრუქტურებში, როგორიც არის თურქეთი და ბოლოს მუსლიმური სამყარო მიუხედავად განსხვავებისა შიიტებსა და სუნიტებს შორის და მათ შორის დაპირისპირებისა და არც თუ ისეთი რბილია ეს დაპირისპირება საკმაოდ ხისტი და კაფიო არის, მაინც მას დასაყრდენი და ზურგი აქვს, გარდა იმისა, რომ აქვს ენერგომატარებლები და იმის საშუალება რომ ენერგომატარებლები მიაწოდოს იმავე დასავლეთის ქვეყნებს, თუმცა ჩვენი გავლით, რაც ასევე ფაქტორი არის, ჩვენი ზურგი ვინ არის? ჩვენ ზურგი არ გვაქვს, არ გვყავს, არ ვიცი როგორ არის უფრო სწორი ფორმა ამ შემთხვევაში, არ გვყავს ალბათ. ზურგი ჩვენ არ ყავს მოკავშირე, რომელთანაც თქვათ აი ჩვენ ინტერესი ემთხვევა ერთმანეთს და ბუნებრივად ემთხვევა ერთმანეთს, სიტუაციურად ვიღაცებთან ემთხვევა ეს ინტერესები, რა თქმა უნდა. აი ამ სიტუაციაში მოწყვლადად არ გამოვიყო. მე ვამძიმებ განზრახ, იმიტომ რომ შევაფასო და არა იმიტომ რომ ასე ტრაგიკულად ვუყურებ ამ ამბავს. 250 წლის ხდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო გაიცათ 2026 წელს. აზერბაიჯანის თანამედროვე სახელმწიფო რამდენი წლის ხდება, ხა ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ 3000 წლოვან ისტორიასთან საქართველოს სახელმწიფოსი მე არ მგონია ან ერთი მოვიდეს, ან მეორე მოვიდეს და ის ზურგი, ის
ყველაფერი ჩვენი, რასაც ქვია ღვთისმშობლის წილხვდომილობა, რასაც ქვია ჩვენი ტრადიციული მიდგომა, ჩვენი სარწმუნოებისადმი, მე მგონი ასაჭიროებს დამტკიცებას იმისი, რომ ზუსტად ამ ზურგით ვიგერიებდით ყოველ ჯერზე ჩვენზე უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს და ამ ზურგით მივედით დღევანდელობამდე. რა თქმა უნდა, ჩვენს ისტორიაში ყოველთვის იყო განსაცდელის ჟამი, მაგრამ ეს განსაცდელი უფლისგან გვეძლეოდა იმისთვის, რომ გავძლიერებული ვიყავით პირველ რიგში საკუთარ რწმენაში და როდესაც ჩვენ გავძლიერდებოდით ამ რწმენაში, მყისიერად უკუაგდებდით ხოლმე ჩვენზე უფრო ძლიერ და მძლავ მოწინააღმდეგეს. მე მგონი, რომ აი 35 წელიწადი რომ ავიღოთ ჩვენი დამოუკიდებლობისა, ხომ? დამოუკიდებლობის აღდგენისა. ჩვენ გვეძლევა ეხლა უნიკალური შესაძლებლობა, როდესაც ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი მთავრობის დეკლარირებული განაცხადი თანხმედრაშია ზუსტად იმ ზურგთან, რომელიც ფარავს და აუცილებლად დაიფაროს საქართველოში. და როდესაც ეს თანხმედრა არსებობს, იქ აუცილებლად მოიძებნება ის პოლიტიკური გზები თანამშრომლობისა, რომელიც ჩვენ კიდევ უფრო გაგვაძლიერებს. არ არის საჭირო, კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველოს წარმოაჩინოს საკუთარი თავი და წარმოიდგინოს მეტიჩრულად, რომ მის გარშემო ბრუნავს დედამიწა. მთავარია ევროკავშირში მძლავრი მეგობარი და მეკავშირე ყავდეს თუნდაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის სახით, რომელსაც ენდობა დონალდ ტრამპი და რომელსაც ხედავს თავის, ასე ვთქვათ, არაოფიციალურ წარმომადგენელს ხედავს მასში ევროკავშირის სივრცეში. სამხრეთ კავკასიაში, ხომ, მადლობა ღმერთს, ჩვენ სომხებთანაც და აზერბაიჯანელებთანაც ნორმალური, პრაგმატული და სტრატეგიული ურთიერთობები გვაქვს და გაგვაჩნია. მე აღარ მახსოვს, რამდენი ვიზიტი ჩატარდა გასულ წლებში, უკანასკნელ 2 წელიწადში იგივე ცენტრალური აზიის რეგიონში და ვიცი, ყოველ შემთხვევაში, რომ ჩვენს ყაზახ მეგობრებთან და ყაზახეთის პრეზიდენტთანაც ძალიან ნორმალური, პრაგმატული ურთიერთობები გაგვაჩნია. აღარაფერს ვიძახი ჩინეთთან დამყარებული იმ სტრატეგიული ურთიერთობების ხელშეკრულებისთან დაკავშირებით. ამიტომ თუ კი ჩვენ ზეციურ ჩვენს ფარველებს დავანახებთ, რომ სწორ გზას დავადექით, თუ კი ჩვენ დავინახავთ, რომ ჩვენ ვიცავთ მამულს, ენას და სარწმუნოებას, ვიცავთ პოლიტიკური, სამთავრობო და სხვადასხვა ტიპის, ასე ვთქვათ, განცხადებების თუ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმით, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. და ის განსაცდელი, რომელიც თუნდაც იმ 9 წლიანი რეჟიმის სახით მოევლინა საქართველოს, ჩვენ აგვარიდებს, ასე ვთქვათ, ჩვენი ზეციური მფარველი და მისცემს საშუალებას ქვეყანას განვითარდეს, იმიტომ 3,700,000 არის საუბარი. ყოველთვის და ხშირად მომყავს ესეთი მაგალითი. ძალიან საინტერესო მაგალითია. 53 წელს ჩინეთში ჩატარდა საყოველთაო აღწერა მოსახლეობის და უბრალოდ გამორჩათ ტიბეტის რეგიონი გამორჩათ. ტიბეტის რეგიონი გამორჩათ და ისე შეიყვანეს საბოლოო მონაცემების სტატისტიკურ იმაში, რა ქვია, თავის დოკუმენტაციაში. ტიბეტის მოსახლეობა იყო ძალიან პატარა ჩინეთის მასშტაბით. ის იყო 4 მილიონი ადამიანი და ჩინეთისთვის არაფერი არ იყო 4 მილიონი რომ გამოჩენოდათ, მაგრამ ეს არის ზუსტად ის საქართველოს მოსახლეობის ოდენა, ასე ვთქვათ, გამორჩენა, რომელსაც ჩვენ თუ არ დავიზარებთ, ჩვენი, როგორ გითხრათ, სახელისუფლებო, საზოგადოებრივი თანხმედრა თუ იქნება ჩვენი მისწრაფებების იმ ზეციურ ძალებთან, პოლიტიკური თვალსაზრისით ყველაფერი დაალაგდება ისე, რომ ჩვენ საკუთარ თავს ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან კარგად მოუვლით. სხვათა შორის აქ რადგან ახსენეთ თქვენი ვიტყვი, რომ ხო იქცა ერთგვარ საქილიკო თემად ღვთისმშობლის წილხვედრობა და მეორე მხრივ ვისთვისაც არ არის მისი უმეტესობა, მეგონი ფიქრობს, რომ ეს არის რაღაცა ბონუსი ან ინდულგენცია და სინამდვილეში ეს უფრო მეტი პასუხისმგებლობაა, როცა ამბობ ღვთისმშობლის წილხვედრა. შენ უნდა დაიმსახურო, ეს არ არის მარტივად, რომ შენ მოიქცევი ცუდად და თავზე ხელს გადაგისვამენ, იმიტომ რომ თბილი წილხვედრია. ეს არის ძალიან სერიოზული განაცხადი, ძალიან ამბიციური, რომ შენ უნდა შეესაბამებოდე ამას ყველაფრით აბსოლუტურად. წინააღმდეგ შემთხვევაში
კისერს რომ წაიტეხ 10-ჯერ უფრო მეტად ვიდრე ის ვინც არ არის და არ მიიჩნევს თავს ღვთისმშობლის წილხვედად. ეს არა მხოლოდ რელიგიურ და სულიერ პლანში, ასე ფსიქოლოგიურადაც ასე არის ის რომ რაღაცა ძალიან რომ გაყოყოჩდები, მე აუცილებლად კი ბატონო მოგხდება მაპატეთ ამ სიტყვისთვის. მინდა ისევ ევროსაბჭოზე გავამახვილო ყურადღება. ასევე აი ჩვენ ვთქვათ ევროკავშირიდანაც მოგვისმენია ხო მათი წარმომადგენლების და არც მეორე ხარისხოვანი წარმომადგენლების ხანდახან კრიტიკა და ტყუილებიც კი მოგვისმენია მათი მხრიდან რეზოლუციებში ტყუილები აი ესეთი რომ იყო მამალი ტყუილები მაგრამ მე არ მახსენდება ბატონო დავით რომ ჩვენი ხელისუფლებას გამოეყენებინა ევროკავშირის ტრიბუნა არ აყენებინებდნენ არ მოუთხოვიათ ამათ თუ რატომ ვერ ხერხდებოდნენ საიდანაც გაგლანძღეს იქ რომ გაგეცა პასუხი იქიდან ძალიან საინტერესო შეკითხვაა, იმიტომ რომ ეს აწუხებს ჩვენ საზოგადოებას, რომ თუ კი წლების განმავლობაში, ხო, სხვადასხვა კუბილიუსები და იუკნავიჩიენები და სხვადასხვა ლობისტები აი ამ ეგრეთ წოდებული ოპოზიციის ხომ გამოჩნდა ევროტრიბუნასთან, რატომ არ იმუშავა, თქვა ქართულმა ოცნებამ, რომ ნუ 1-2 გამონაკლისის გარდა თვითონაც გამოჩენილიყო და შეექმნა რაღაცა ჯგუფი იმ ევროდეპუტატებისა რომლებიც დაიცავდნენ ჩვენს პოზიციას, ხო, საქართველოს ხელისუფლების პოზიციას. ანუ ოფიციალურად გაეცადა, ქართულ ენაზე რო გასცემს, თქვა ირაკლი ყობახიძე პასუხს, ეს ხო არ არის? როგორც ჩანს, აი ეს გლობალური წნეხი და ეს გლობალური მძევლობა, რომელშიც ეს ევრობიუროკრატია თავის ევროპარლამენტით იმყოფებოდნენ, ჩემის აზრით უბრალოდ აი ამის შესაძლებლობას ფიზიკურად, ტექნიკურად არ გაძლევდნენ. როგორ ანაირად ვერ გეტყვით ახლა. ამაზე უფრო კარგად ისაუბრებენ ჩემზე უფრო კომპეტენტური და ჩახედული პირები, მაგრამ არ არის ხომ რაღაცა შემთხვევითი და შემთხვევითი დამთხოვების მე საერთოდ ამ თეორიის ამჯერა, როდესაც ტრამპის გამარჯვებისთანავე იმ ევროპარლამენტის ტრიბუნასთან გაჩნდა არა ერთი, არა ორი ჩვენი ასე თქვათ დამცველი, არამედ მთელი სპექტრი, ხომ 10-მდე ყოველ შემთხვევაში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი და ეს გეოგრაფიული წარმომადგენლობაც ფართოა, არის ესპანელი, არის იტალიელი, არის უნგრელი, არის გერმანელი, არის სლოვაკი, ჩეხი და უნგრელი და ასე შემდეგ, ხომ? ადამიანები, რომლებიც იცავენ საქართველოს ხელისუფლების პოზიციას საკუთარ ქვეყნებში მიმდინარე აი ამ გლობალური ცვლილებების ფონზე, სადაც ასევე ნელ-ნელა კონსერვატორების და ტრადიციონალისტების ხელში გადადის ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების სადავეები. როგორც ჩანს, ეს არის პროცესი, რომელმაც ბიძგიმისცა, ტრიგერის როლი ითამაშა მათ სახელმწიფოებშიც და ისინიც კი აი ამ საქართველოს მაგალითზე იყენებენ აი ამ ევროტრიბუნას, რათა მიმართონ საკუთარ ელიტებს, საკუთარ საზოგადოებებს, ზუსტად იმ გზავნილით, რაზეც ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ, რომ თუ პატარა საქართველოს გამოუვიდა ევროსაბჭოს წევრად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატს საქართველოს გამოუვიდა ეს ყველაფერი, ანუ გამოსვლა აი ამ წნეხიდან და მძევლობიდან, აი ამ ლიბერალური ფაშიზმის გლობალური ომის პარტიის მძევლობიდან ჩვენც შეგვიძლია მიუბაძოთ მათ და ამიტომ ისინი სწორედ რომ ჩვენს პოზიციის გულშემატკივრებად გვევლინებიან დღეს, რამაც რა თქმა უნდა ჩვენს დელეგაციასაც უნდა მისცეს უფრო გააქტიურების შესაძლებლობა და აი ამ ტრიბუნის უფრო ძალიან პასიურია ჩვენ დელეგაცია, არაფერს არ აკეთებს ფაქტობრივად. ხო, ძალიანაც მეჩვენება ეს მომენტი, რომ ვიღაცის თავში დაიბადა ეს იდეა, რომ ამ დელეგაციას ეს ტრიბუნა წაართვან ევროსაბჭოს სხდომებზე. ალბათ დაინახეს ის, რომ დადგა დრო, როდესაც ჩვენი დელეგაციის წევრები აიყოლიებდნენ თავის ევროპელ, ასე ვთქვათ, კოლეგებს და თანამოაზრეებს და უფრო გააქტიურდებოდნენ და ამ გააქტიურობას კიდევ მოყვებოდა იმ ევროკავშირში შემავალი წევრ ქვეყნების და საზოგადოებებზე მათთვის არასასურველი უკუ რეაქცია. ხოდა ღმერთმა ქნას რომ მომავალ კვირას ეს იდეა, ძალიან ცუდი იდეა ჩაუვარდებათ და ღმერთმა ქნას რომ ჩვენი დელეგაციის წევრები პირიქით გააქტიურდებიან აი ამ ყველაფრის ფონზე. ძალიან უცნაურია სიმართლე გითხრათ ნამდვილად ეს ამბავი და მინდა აუცილებლად შევეხოთ იმას რომ
სანამ ტრამპის უფლება შეუდგებდა თავის უფლებამოსილებას, ამერიკის შეერთებული შტატებმა გააფორმა სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტი სომხეთთან. იცით რა არის ეს არაფრის მომცემი, ეს იყო პოლიტიკური რაღაც აი კუდის უკანასკნელი მოქნევის ფორმატში გაკეთებული ჟესტი. ამ ხელშეკრულებაში ერთი სიტყვა არ არის, როგორც გაირკვა, მაგალითად სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების ან დაცვის კუთხით რას აპირებს ამერიკის შეერთებული შტატები, რამე რომ იყოს. არადა ეს არის ამ დოკუმენტში პირიქით, აი პირველ პუნქტთან შესატანი განაცხადი უნდა ყოფილიყო სომხეთისთვის, რომელიც მაინც აზერბაიჯანთან არც თუ ისე შვიდობიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებში იმყოფება. ამიტომ ეს არის უბრალოდ არაფრის მომცემი დეკლარაცია, ზუსტად იგივე ტიპის, რაც 2009 წლის იანვარში მოაწერეს ხელი კონდოლიზა რაისმა და გრიგოლ ვაშაძემ, ხომ? იმდროინდელმა ქარტიაზე, რომელმაც არაფერი არ გაუკეთა საქართველოს, არც თავისუფალი ვაჭრობის კუთხით, არც ფრენების, პირდაპირ ფრენების თვალსაზრისით, არც ვიზა ლიბერალიზაციის კუთხით და ასე შემდეგ. ამიტომ, რა ვიცი, ფარატინა ქაღალდია აბსოლუტურად, რომელსაც უბრალოდ ჰქონდა რაღაც აი და პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა თქვენი აზრით. ამ რეგიონისთვის ამ სომხეთის ხო, აი იმ რა ქვია, თავისი რეზიდენტურების თვის, მათ შორის სომხეთში, მიეცათ ასე ვთქვათ სიგნალი იმისა, რომ ჩვენ კი მივდივართ ახლა ასე იმაში კულუარებში, კატაკომბებში კი გავდივართ 4 წლით, მაგრამ თქვენ იცოდეთ რა, ჩვენ ალბათ დავბრუნდებით და თქვენს გეძლებოდა ზუსტად 4 წელიწადი იმისთვის, არ დაივიწყოთ ვისთან გაქვთ სტრატეგიული ურთიერთობები დამყარებული და არ მოდუნდეთ და იმუშავეთ იმ საბოტაჟის რეჟიმში, რომელიც ჩვენი პოლიტიკის თანხვედრი იყო მთელი აი ამ 4 წლის განმავლობაში. და ბატონ დავით, ის რომ თქვა გაიმარჯვა ტრამპმა და შეიცვალა დღის ლიბერალურად წოდებული დღის წესრიგი, ეს იმას სხვა ნიშნავს, რომ რაღაც ერთხელ და სამუდამოდ ეს ყველაფერი, ანუ ახლა იწყება მე მგონი ყველაზე აქტიური ფაზა დაპირისპირების, რა შეიძლება ველოდოთ გართულებების სახით. გართულებების სახით ყველაფერი შეიძლება ველოდოთ, იმიტომ რომ ასად არ გამქრალა ამ ლიბერალური დღის წესრიგის მოქმედი პირები, არც NGO-ს სახით, არც პოლიტიკური პარტიების სახით და ასე შემდეგ. უბრალოდ ისინი გადავლენ იმ ბრძოლის პარტიზანულ მეთოდებზე, ისინი ნაწილობრივ კულუარულად და კატაკომბურად გააგრძელებენ იმ ყველაფერს, იმის იმედით, რომ სწრაფად გავა ეს 4 წელიწადი, სწრაფად გავა ძალიან სერიოზული და მძიმე მემკვიდრეობის გადალახვაში გავა, რომელიც დაუტოვა დონალდ ტრამპს ბაიდენის ადმინისტრაციამ და ეს მძიმე მემკვიდრეობა მან დაუტოვა ყველგან, უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში, თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეკონომიკაში, უზარმაზარ სახელმწიფო ვალის სახით, ძალიან მძიმე ურთიერთობებით, თქვათ ჩინეთთან და იგივე რუსეთთან. და ნუ არის იმედი, რომ არ ეყოფა დონალდ ტრამპს, ასე თქვათ, დრო და რესურსი იმისთვის, რომ საბოლოოდ დაამარცხოს ის deep state-ი, რომლის განუყოფელი ნაწილი არიან მათ შორის საქართველოში ჩვენი ეგრეთ წოდებული მესამე სექტორი და ეგრეთ წოდებული ოპოზიცია. ვნახოთ თუ ტრამპს ასე თუ ისე ნაწილობრივ გამოუვიდა იმის 10%-ის აღსრულება მაინც, ხო, რაც მას შეპირდა საკუთარ ხალხს პირველ რიგში და დანარჩენ მსოფლიოს, არ დავივიწყოთ, რომ შეიძლება ძალიან კარგი შანსები ჰქონდეს მისი ადმინისტრაციის და მისი გუნდის რომელიმე წევს 28 წლის არჩევნებში. შემდეგი სხვადასხვა ჩვენ ვიცით, რომ თავარი ისეთი იყო პრობლემა იყო, არა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების სიმწირე იყო და იგივე პრობლემა იქნება 4 წლის შემდეგ. ამიტომ ინტერესით დავაკვირდეთ მის მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს ბატონ ვენს, რა სიტყვის, რას მოიმოქმედებს და როგორი პერსპექტიულ კანდიდატად ჩამოყალიბდება ის 28 წლის ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებისთვის. და ბანდავთ აი ეს არ შემიძლია არ გკითხოთ, აი თქვენ ბრძანეთ, რომ ტრამპი შეეცდება დაასრულოს ომი და მართლაც ოდესღაც ხომ და დასრულდეს ეს ომი. მაგრამ შეიძლება რიტორიკული ეს კითხვა, აი უკრაინელი ხალხი, თავი გავანებოთ უკრაინულ სახელმწიფოს, თქვა უკრაინელი ხალხი, რომელმაც ამდენი სისხლი გაიღო,
რომელიც რომელსაც ამდენი უბედურება დაატყდა თავზე. მე მეთქვამს ეს მათი არჩევანიც იყო, მაგრამ ის რომ აირჩიეს თქვა ამ ტიპის მათი არჩევანი იყო, რა თქმა პირველია, მაგრამ ისიც ხომ აშკარაა, რომ მათი ეს არჩევანი ძალიან მომგებია შეუწყოს ხელი რომ ყოფილიყო ასეთი არჩევანი, თუმცა ეს მათ პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს თქვა თვითონ უკრაინელებს და მეორე მხრივ ეს არჩევანი გამოიყენეს მხარეებმა თავიანთი რაღაცა კიდე იყენებენ თავიანთი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად. აი ამ ხალხზე კიდევ ის პრობლემა, როცა ამდენი ომის შემდეგ ფსიქიკა შერყეული ადამიანი, მეომარი ადამიანი, იარაღით ხელში მყოფი ადამიანი. აი ეს ხო თავის ტკივილიც არის, გადამცემ ტრაგედია უკრაინელების, ზოგადად ალბათ კაცობრიობის ადამიანების ტრაგედია, ჩვენი ყველასი ვინც ვიღებდით თუ არ ვიღებდით ამაში მონაწილეობას. ეს ხო საფრთხეც არის. დანარჩენი მსოფლიობის და უპირველესად ევროკავშირის სახელმწიფოსთვის ამდენი იარაღიანი და ფსიქიკა შერყეული ადამიანი. ნუ დავიწყებ იმით, რომ არ იყო რიტორიკული, იცით, ყველა არის პასუხისგებელი საკუთარ ქცევაზე. რა, მათ შორის აი თქვენ წარმოიდგინეთ, კოშმარად წარმოიდგინეთ, რომ 12 წელს 1 ოქტომბერს სხვა არჩევანი დაფიქსირებული იყო საპარლამენტო არჩევნებზე და დღესაც რომ გაეგრძელებინა სააკაშვილის რეჟიმს, ასე ვთქვათ, თავისი ხელისუფლებაში ყოფნა. რა, ჩვენ ხომ უფრო მალე მივიზიდავდით იმ კოშმარს და იმ არმაგედონს, რომელიც მიიზიდა თვითონ უკრაინელმა ხალხმა, რომელმაც არასათანადოდ უპასუხა 2014 წელს იმ მაიდანის სახით განვითარებულ მოვლენებს, ხომ? რომელიც წინ არ აღუდგა ამ ყველაფერს, რომელმაც მიიღო ეს ყველაფერი. მიიღო ის, რაზეც 2012 წელს ქართველმა ხალხმა მკაცრად და მტკიცედ განაცხადა უარი. ნუ თუ საქართველოს მაგალითი, თავისი 2008 წლის ომის, თავისი აი ამ საშინელი არ მინდა უკვე გავიმეორო ამ რეჟიმის ასე ხო ყველა გმირობები ბჭყალებში ხო? ნუ თუ ეს არ შეიძლება ყოფილიყო ჭუის სასწავლებელი უკრაინელი ხალხისთვის, რომ მათ არ დაეშვათ თავის ხელისუფლებაში ნეოფაშისტების მოსვლა. ჩვენთვის არ აღმოჩნდა ბატონო დავით სასწავლებელი და უკრაინელების ჩვენი რა აღმოჩნდება. ჩვენი წილი ასე ვთქვათ, ხო? აი ამ ჩვენი წილი პასუხისგებლობის, ხო? ჩვენ ნუ ვიტვირთვეთ ჩვენ თავზე სამწუხაროდ სხერპლით, სამწუხაროდ ფსიქოლოგია. ჩვენ არანაკლებად ფსიქოლოგიური კი ბატონო. ჩვენზე განხორციელდა მენტალობის გენოციდი, ხო? აი ამ სიტყვის პირდაპირ კი ბატონო, ხო და ჩვენ თუ ამ ყველაფერს გავუძელით და დღეს ნელ-ნელა კიდევ ერთხელ ვამბობ, ვამყარებთ იმ თანხwebdrას ჩვენი წესიერი, ჩვენი ნორმალური სულელებისა იმ ზეციურ ძალებთან, რომლებიც 3000 წლის განმავლობაში საქართველოს ძირითადი ზურგი იყო ყოველთვის. ნუ რაღაცა უნდა მოიფიქრონ თვითონ უკრაინელებმა, იმ დარჩენილმა ფსიქიკა შერყეულმა უკრაინელებმა, რომლებმაც საკუთარ თავს უნდა დაუსვან. ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ არსებობა, ჩვენ გვსურს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება ამა თუ იმ ფორმით, მაშინ ჩვენ რაღაცა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. იმ ადამიანებთან მიმართებით, რომელსაც იგივე დონალდ ტრამპმა პირდაპირ ზელენსკის სახით ფაქტიურად ვერდიქტი უკვე გამოუტანა და განაცხადა, რომ ზუსტად დიახ, ეს ადამიანი არის პასუხისმგებელი აი ამ ყველაფერზე, რაც მოხდა უკრაინაში. და უკრაინაში მარტო 9 მილიონი უკრაინელი არ დაიღუპა. მილიონი სლავი დაიღუპა ორივე მხრიდან, სამწუხაროდ რა, რომლებმაც უბრალოდ ვერ გააკეთეს თავის დროზე შესაბამისი დასკვნები. სხვათა შორის აქ რუსეთის საკითხიც არის, იმიტომ რომ როგორ უნდა მოახერხო რომ სლავი დაიპირისპირო. მე ის არ მისმოდა როგორ მოახერხეს რომ ქართველები და საქართველოს ხო, აი მე გუნა მეკითხა. ეს წარმოუდგენელია, ეს იმიტომ კი არა რომ აქ რაღაცა სიყვარულია, სუფთა პრაგმატული თვალსაზრისით საქართველოსთან რომ ნორმალური ურთიერთობა დაემყარებინა რუსეთს, მიუხედავად იმისა, ჩვენ იქ რას ვაკეთებდით, მას პრობლემები არ ექნებოდა, არც სამხრეთ კავკასიაში, არც ჩრდილოეთში, არც ცენტრალურ აზიაში. ყველაფერი რაც ხდება ადამიანის ცხოვრებაში და ერის ცხოვრებაში რაღაცისთვის არის მიმართული რა. არაფერს არ აქვს უაზრობის ასე ვთქვათ ეს ეფექტი. ამიტომ დაველოდოთ იმას, რომ ჩვენ 2025-დან თუ 26 წლიდან გადავფურცლოთ ჩვენი ახალი ისტორიის, უახლესი ისტორიის ახალი ფურცლები. მათ შორის იმ შეცდომების გაანალიზებით და იმ ფოცხლზე აღარ დაბიჯებით, რომელსაც დაბიჯება
დაგვღალა ალბათ აი ამ 35 წლის განმავლობაში. Რაღაც სლავები ჩვენ არ ვკლავდით ერთმანეთს სამოქალაქო დაპირისპირებებში, ჩვენ არ მივიყვანეთ. ჩვენ ფაქტობრივად ახლაც ხოცავთ ერთმანეთს, უბრალოდ აი ტყუიას არ უესვით, რომ ის ფსიქოლოგიად ვანადგურებთ ერთმანეთს. რაც შეიძლება უფრო უარესია, ვიდრე ტყუია გაგაჩერებს მაინც. კი, შვილსა და მშობლებს შორის და და-ძმებს შორის და ცოლ-ქმრებს შორის რაღაცა უაზრობის, აი გარედან შემოგდებული სტიგმების და გარედან შემოგდებული სიგიჟეების გარშემო ის რითაც ამაყობდა ხო ქართველიერი თავისი რაღაცა ძლიერი ოჯახური ტრადიციებით, აი ეს ყველაფერი საფრთხის წინაშე არის დაყენებული და ამას წერტილი უნდა დაესვას. თანაც ძალიან სწრაფად. ჩვენ არ აგვაქვს ფუფუნება აი ეს ძალიან საშინელი მენტალობის გენოციდის, ასე ვთქვათ, რეჟიმი კიდევ გავაგრძელოთ სახელმწიფოში. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა დავძლიოთ საკუთარ თავში პირველ რიგში და რა ვიცი, ამენაირად სიყვარულზე დაფუძნებით ხელი გაუწოდოთ ერთმანეთს, ერთმანეთის გინების, ერთმანეთის შეურაცხყოფის და სიძულვილის, აი ეს გარედან შემოგდებული, აი ეს ყველაფერი ხომ ჩვენ წარსულს უნდა ჩავაბაროთ. ხო, გარედან შემოგდებული ამბობდა პრინციპში გეთანხმებით, მაგრამ არჩევანი მაინც ჩვენია, ჩვენ ვირჩევთ სიძულვილს თუ არ ვირჩევთ. ხა გარედან რაც არ უნდა შემომიგდო, რა ვიცი, ხა შვილს მოკლავს ვინმე, დედა დაახჩობს, ну არ ვიცი ალბათ თუ დაახჩობს ეს მისი არჩევანი იქნება. მე ამ ხრივ ხისტი ვარ სიმართლე გითხრათ. და ვიცით აი ბატონ დავით ბარი მოიტანა სიტყვა და ამას კითხავთ აუცილებლად, იმიტომ რომ ეს საკითხი ძალიან მაწყობს. აი დღესაც ამოვიკითხე, რომ 65 სტუდენტი ქართველი უცხოეთში გააგრძელებს სწავლას და ვიღაც აფინანსებს, არ ვიცი რომელიღაც ჩვენი ორგანიზაცია თუ ერთობლივი. ჩვენ ძალიან გვიხარობდა რა დასავლური განათლება ეს მიღებული იყო და ჩვენ ვერ შეუწყოთ ამას ხელი, ყოველგვარი გარედან შეიძლება გარედანაც უწყობდნენ, მაგრამ ჩვენ რა აი რა კარგია დასავლური განათლება და შემდეგ ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ გვყავს დასავლური განათლება მიღებული ახალგაზრდები და ეს ახალგაზრდები, რომლებიც საერთოდ ვერ ერკვევიან და გამოვარდნილი არიან ქართული რეალობიდან. ეს უნებლიეთ მოხდა თუ ეს იყო რაღაცა პოლიტიკა, თუ ეს მაინც რაღაც ერთგვარი სნობიზმია, ყველა ხალხს აქვს დადებითი უარყოფით თვისებები, ჩვენ გვახასიათებს ხოლმე სნობიზმი. ეს არ არის მისმენ სანიშნოზე ჩვენ ცუდები ვართ. რომ აი ეს ჩვენთვის იყო რა დასავლეთში მიიღო განათლება. ანუ ჩვენ არც კი ვიცოდით იქ რა განათლებას იღებდა, ხო შეიძლება კურსებს გადავიდეთ, მაგრამ დავშვით მიიღო ესეთი ფუნდამენტური განათლება, განათლება იდეოლოგიის საფუძველი და რომელ განათლების სისტემაც გაგზრდის შენ და გასწავლის, შენი სისტემის ნაწილი ხდები. უკვე ვისაც ეკუთვნის ის განათლების სისტემა. იქნება იდეოლოგია, სახელმწიფო თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი აქ ჩვენ სად დავუშვით შეცდომა და არის თუ არა ეს შესაძლებელი გამოსწორდეს. ეს სნობიზმი რომ არ ყოფილიყო წმინდა ქართული სნობიზმი, ჩვენ მე-20 საუკუნეში ამ თემას ფილმს არ მიუძღვნიდით და არ გადავიღებდით უდიპლომო სასიძოს, ხო? სადაც უკვე ჩანდა აი ამ დიპლომთან და აი ამ რაღაცა დამოკიდებულება, ხო? ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირში ხდებოდა და საბჭოთა კავშირის შემდეგ ეს ჩაანაცვლა დასავლეთში მიღებულმა განათლების თემამ და იქიდან ჩამოტანილმა, ასე ვთქვათ, როგორი გოიმების ვიყავით, ასეთი გოიმები დარჩით და შედით, იცით რა, შედით აი ნებისმიერი საშუალო რგოლის ჩინოვნიკის კაბინეტში. თქვენ დაინახავთ მის ზურგს უკან უამრავ სერტიფიკატს, ორკვირიანს, ერთთვიანს, ორთვიანს, სადაც ინგლისურად უნდა ეწეროს რაღაცა, რომ მან აი ეს კურსები მოისმინა და რაღაცა. კი ბატონო, ეს არის გოიმობა, ეს არის გოიმობა. დანაშაული კიდევ რა არის, ამასაც მოგახსენებთ და კი ბატონო, ამაზე ღიად უნდა ვილაპარაკოთ უკვე. როდესაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აშენდა ქუთაისში, ვინც ააშენა ხომ ყველამ ვიცით, რომ იქ შეიძლება უმაღლესი განათლება მიიღო არანაკლები დონით, ვიდრე ეს ხდება, თქვათ, ევროპაში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ სამწუხაროა ხომ, რომ აი ეს ლტოლვა ცოდნის მიღებისაკენ ჩაანაცვლა ისევ და ისევ აი ამ პოლიტიზირებამ მოვლენების, როდესაც უნივერსიტეტები გადაიქცა რაღაცა კერად აი ამ გაფიცვის, პროტესტის და ასე შემდეგ. ანუ იქმნება შთაბეჭდილება, რომ უმრავლესობა არა, უმცირესობა, რომელსაც არ უნდა სწავლა რეალურად, აბულინგებს აი ამ თავისი პოლიტიკური რაღაცა სიმახინჯეებით იმ უმრავლესობა სტუდენტების, რომლებსაც სწავლა უნდათ
მაგრამ იქ ხდება ძალიან სერიოზული დაპირისპირება, რომელიც ჩვენთვის აი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის რაღაცა ფარულად მიმდინარეობს თითქოს, მაგრამ იქ იმ ადამიანების, იმ ბავშვების, გოგოების და ბიჭების ხმამაღალი სიტყვა, რომ ჩვენ დავდივართ ინსტიტუტში იმისთვის, რომ ვისწავლოთ, შეიძლება გახდეს სერიოზული დაპირისპირების საგანი, სერიოზული დაპირისპირების და ამ ყველაფერს თუ ამა თუ იმ უნივერსიტეტის რექტორატი, თუ ჩვენი განათლების სამინისტრო ვერ უმკლავდება, ეს არის კატასტროფა. ეს არის კატასტროფა, რომელსაც უნდა მიეხედოს სასწრაფოდ. და ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ საერთოდ დრო ამოიწურა, ჩვენ რეკლამის გამო ცოტა ხნით უნდა შევწოდოთ გადაცემა და გველოდოთ მალე დავბრუნდებით.